მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ჩემო ლამაზებო, ყველას გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ნაყოფიერ კვირას. მოდით დღეს გავაკეთოთ გაშლა ნაკადიდან, ვნახოთ რა ენერგიები ამოვა ნაკადიდან, ვიზზე იქნება ეს გაშლა და იმის მიხედვით დავსვათ კითხვები. საერთოდ მე ძალიან მიყვარს ასეთი გაშლა, მიმდინარე ენერგიების გაგებით დასმული კითხვები. ნახოთ. როგორ ენერგიებში მყოფ ადამიანებს ეკუთვნით დღევანდელი გაშლა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემს გაშლებში ძალიან ხშირად მეორდება თასების ოთხიანი. ძალიან ხშირად ამომდის ეს არკანი, ალბათ იმიტომ, რომ ჩემს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან მეტწილად ასეთ ენერგიებში და ამის გამო ჩემს გაშლებში ხშირად ამომდის ასეთი ენერგია. დღევანდელი გაშლა შეეხება ისეთ ადამიანებს, ისეთ ენერგიაში მყოფ ადამიანებს, რომლებიც არიან ახლა ძალიან მოწყენილ ენერგიებში, ძალიან გულგატეხილ ენერგიებში, რომლებსაც აღარ სურთ თითქოს აღარაფრის დაჯერება, გაგება, მაგრამ მე ყოველთვის ვიძახი ამ არკანზე, რომ ვიქნებით ამ მდგომარეობაში, რადგან ყოველთვის არის უიმედო მდგომარეობიდან გამოსავალი, ასე რომ თუ ჩვენ თავს მივცემთ უფლებას, რომ ვიყვეთ ასეთ მდგომარეობაში, ჩვენ ვერასოდეს ვერ დავინახავთ იმ გამოსავალს. ასე რომ, ჩავარდებით, ჩემო ძვირფასებო, ასეთ უიმედო მდგომარეობაში, ასეთი გულგატეხილები ვიქნებით, რადგან შეიძლება ვერ დაინახოთ ის გამოსავალი და ის შესაძლებლობა, რასაც თქვენ გთავაზობთ სამყარო და მაღალი ძალები. და რა იქნება, იცით, რა შეეხება, რაღაც მოხდა ისეთი თქვენს ცხოვრებაში, სადაც შეიძლება დაიხო ბალანსი და სამართალი. თქვენ ვერ დაინახეთ ბალანსი და სამართალი იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობამაც აქამდე მიგიყვანათ, რაღაც თქვენი გრძნობები, თქვენი ქმედებები არ შეფასდა და არ დაფასდა ისე, როგორც უნდა შეფასებულიყო და დაფასებულიყო. და მინდა გითხრათ ახლა, რა იქნება და ჩემო ძვირფასებო, დარჩებით ამ მდგომარეობაში, რადგან მე გითხარით, რომ გამოსავალი ყოველთვის არის, ყოველთვის გთავაზობს დახმარებას, შესაძლებლობას, სამყარო და მაღალი ძალები, თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად იზეიმებს სამართალი, ყველა საერთოდ არკანი სამართალი, მე-11 არკანი ეს არის უკვე მოდის მე-10 არკანის შემდეგ, მე-10 არკანი არის, სადაც ადამიანის ცხოვრებაში იხურება რაღაც ერთი განვლილი ციკლი და ასე ვთქვათ, მე-11 არკანი უკვე არის, ასე ვთქვათ, კარმა, რასაც დასთეს, იმას მიიღებ, ანუ სამართალი იზეიმებს და ჩემო ძვირფასებო, იქნებით მოწყენილი თუ თქვენი გრძნობები, თქვენი ქმედებები არ დაფასდა ისე, როგორც თქვენ გინდოდათ და როგორც თქვენ სდევდით ენერგიებს, სამართალი ყოველთვის იზეიმებს და ყველა იმას მიიღებს, იმ ქმედების პასუხს, როგორც მოიქცა. და რა გითხარით, თქვენთან აუცილებლად შემოდის ადამიანი, რომელიც მოგიტანთ ძალიან დიდ ემოციურ სიყვარულს, ადამიანი, რომელმაც იცის სიყვარულის ფასი, ადამიანი, რომელიც სერიოზულად ფიქრობს ურთიერთობებზე. შეიძლება ეს იყოს
არ იყოს მხოლოდ თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს ადამიანი, იმას არ ნიშნავდა. შეიძლება იყოს თქვენ ისე ამაღლდეთ, ისეთ ემოციურ მდგომარეობაში იყვეთ, სადაც თავს კარგად იგრძნობთ და დაჯერებული იქნებით თქვენს ფიქრებში და ემოციებში. ასე რომ შემოგვიფასებო, თქვენ თუ ხართ ახლა აი ასეთ მდგომარეობაში, ხართ გაბრაზებული, განაწყნებული და ენდურებით ბედს, რომ იქ არ მოხდა ისე, როგორც თქვენ სდებდით ენერგიებს და გინდოდათ გამოსულიყო თუ რა მდგომარეობაშიც იყავით და სადაც სდებდით ენერგიებს და ახლა ხართ ძალიან ესეთი გულდაწყვეტილი, იქნებით, რადგან ყველა მიიღებს იმას, რაც დათესა. ანუ იმ ქმედების პასუხს, როგორც მოიქცნენ და თქვენთან შემოდის ადამიანი, რომელიც იქნება სერიოზული გრძნობებით და მოგიტანთ სიყვარულს, ან თქვენ იქნებით ასეთ ამაღლებულ გრძნობებში თავდაჯერებულები და კარგები. ასე რომ, ჩემო ლამაზებო, ყველას გისურვებთ ბედნიერებას და წარმატებას.